ხიფე ცეცხლის შეწყვეტა ვაშინგტონსა და თეირანს შორის სწრაფად იშლება. ASCII-ის ძალებმა ირანულ სამიზნეებზე ზედიზედ მეოთხე ღამეს განახორციელეს იერიშები სამხრეთ ირანის მასშტაბით სამხედრო ობიექტებზე დაარტყეს, მაშინ როცა პრეზიდენტი ტრამპი ზეწოლის პოლიტიკას აძლიერებს. ირანიც პასუხობს და ბრძოლას აფართოებს. CENTCOM-ის ინფორმაციით, ირანმა უკვე კვირის განმავლობაში მინიმუმ 7 კომერციული გემი ამოიღო სამიზნედ. ირანის რევოლუციური გვარდია დაემუქრა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის კიდევ უფრო მეტ მარშრუტს დაბლოკავს. ბოლო დღეებში ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა ქუეითი, ბაჰრეინი, იორდანია, ყატარი და ომანი დაარტყეს. ხოლო ირანის რევოლუციური გვარდია ამტკიცებს, რომ ზიანი მიაყენა ASCII-ის ბაზებსა და ამერიკულ ინტერესებს. ამასობაში პრეზიდენტი ტრამპი აძლიერებს ესკალაციის მუქარას. ენერგეტიკულ ობიექტებს ბოლოსთვის შევინახავ, მაგრამ საბოლოოდ ენერგეტიკულ ობიექტებს დავარტყამთ. მაგრამ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ, ხვალ ღამითაც ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ ზეგარს. შემდეგ კვირაში კი მათთვის ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება, რადგან შემდეგ კვირაში ენერგოობიექტებზე მივდივართ. შემდეგ ხიდების ჯერი დადგება. ყველა მათ ელექტროსადგურს გავანადგურებთ. ყველა მათ ხიდს გავანადგურებთ. თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაждდებიან და არ დაისხებენ მოლაპარაკებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ესეთ მუქარას იყენებს მოლაპარაკებების დასაწყებად. თუმცა ეს აჩვენებს, რომ ბრძოლა შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს და მძიმე შედეგები მოხვდეს ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მაშინ როცა ისრაელი ამ ეტაპზე ბრძოლაში ჩართული არ არის. მაგრამ ისრაელის ოფიციალური პირები აფასებენ, რომ ASCII აძლიერებს მზადებას ირანთან შესაძლო მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების გამის განახლებისთვის. ASCII-მ ასევე კვლავ დააწესა საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებზე. ნავთობის ფასები გაიზარდა უმაღლეს ნიშნულამდე მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რადგან იზრდება შიში ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის გამო. დამატებითი კომენტარისთვის სასიამოვნოა მივესალმო ჯონათან საიეს, კვლევის ანალიტიკოს, რომელიც ირანზე მუშაობს დემოკრატიების დაცვის ფონდის ფარგლებში. ის ახლა პირდაპირ ეთერში ვაშინგტონიდან გვერდდება. სასიამოვნოა თქვენი ნახვა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჰორმუზის სრუტე კვლავ რჩება ამ დაძაბულობის ეპიცენტრად. ვინ აკონტროლებს მას და რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი გადასახადები? მუშაობს თუ არა სამხედრო ზეწოლა? ASCII-ის ცენტრალურმა სარდლობამ დღეს დილით 90 წუთის განმავლობაში განახორციელა იერიშები ირანზე. ეს არის ის, რაც თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად დაბჭირდება. რას ფიქრობთ? სირთულე არ არის თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. საქმე იმაშია, რომ მივიღოთ მათგან მნიშვნელოვანი დათმობები. ორივე მხარე, თეირანიც და ვაშინგტონიც, იმეორებენ, რომ მზად არიან ისაუბრონ სროლის ფონზე, მაგრამ ეს აუცილებლად შედეგს არ იძლევა. რაც შეეხება თავად ჰორმუზის სრუტეს, პრობლემა ისაა, რომ რეჟიმს შეუძლია სრუტე მხოლოდ ერთი დრონით ჩაკეტოს. მათთვის სარაკეტო იარაღის გამოყენებაც კი აუცილებელი არ არის, თუმცა ზოგჯერ ამასაც აკეთებენ. ამ სამხედრო ობიექტების განადგურებას ნამდვილად ექნება გავლენა, მაგრამ საკმარისია ერთი ადამიანი და ერთი ჭურვი, რომ ეს სრუტე ისევ ჩაიკეტოს. მაგრამ ამასთან ერთად მასშტაბური კამპანია შეიძლება მიუთითებდეს, რომ შეერთებული შტატები სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. ვიცი, რომ საუბარი იყო შესაძლოა უფრო მკაცრ ზომებზე, მათ შორის ბუშერის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში სახმელეთო ჯარების განთავსებაზეც, რათა სრუტე რეალურად დაცული იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამისგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ. იდეა, როგორც ჩანს, არის თეირანის გადაწყვეტილების მიმღებებზე ზეწოლა, რათა მათ თავი შეიკავონ სრუტეზე თავდასხმისგან, ვიდრე მათი შესაძლებლობების მოცილება და თავად რესურსების განადგურება. და თქვენი აზრი ASCII-ის ბლოკადის განახლებაზე ირანის პორტებზე. ASCII-ის სამხედროები ამბობენ, რომ ბლოკადის ხელახლა დაწესების შემდეგ ორი კომერციული გემი გადაამისამართეს. ამასობაში ASCII ასევე აცხადებს, რომ ირანმა ბოლო კვირაში 7 კომერციული გემი დააზიანა, რომ აღარაფერი თქვათ იმაზე, რომ ის მუდმივად ესხმის თავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს. რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს, სანამ სიტუაცია სრულად არ შეიცვლება? რას ფიქრობთ? ჩვენ ვნახეთ, რომ ბლოკადა არის საუკეთესო ბერკეტი, რაც შეერთებულ შტატებს აქვს ისლამურ რესპუბლიკის წინააღმდეგ, რადგან ეს მაქსიმალური ზეტოლის კამპანიის იდეალური გამოვლინებაა, რადგან სანქციებს მხოლოდ გარკვეული ზღვარი აქვს. ბლოკადის გამო რეჟიმს აღარ შეეძლო ნავთობის უკანონოდ გატანა ჩინეთში. ამიტომ ეს ბერკეტი კრიტიკულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანში ინფლაცია რეკორდულად იზრდება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალია.
მაგრამ კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვა, უბრალოდ ეს ზეწოლა უბრალოდ თუ არბილებს თეირანის ქცევას, თუ ის პარანოია, რომელიც კვლავ იჩენს თავს რეჟიმის ოფიციალურ პირებში, ნაკლებად გახდის მათ მზად ყოფნას შეთანხმების ხელმოწერისთვის. და ისინი კომპრომისს სისუსტის ნიშნად აღიქვამენ. ჯერჯერობით ყველა ნიშანი მეორე ვარიანტზე მიუთითებს. ასე რომ საქმე არ ეხება ამ შესაძლებლობების გამოყენებას უკეთესი შეთანხმებისთვის, არამედ რეალურად რეჟიმის შიდა დასუსტებას, რათა თეირანში სისტემური ძალაუფლების გადაცემისთვის გზა გაიხსნას. ასევე შეიძლება იფიქრო, რომ რეჟიმისთვის დამამცირებელი იქნებოდა ამ სამხედრო თავდასხმის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, პორტის დახურვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამასობაში გლობალური ნავთობის ფასები და აშერეშეშის ბენზინის ფასები კვლავ იზრდება. აშკარაა, რომ შუალედური არჩევნები ძალიან შორს აღარ არის. მართლა ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი მართლაც დაარტყამს იმ მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის ხიდებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს, როგორც ამას პირობას დებს? ნიშნები რეალურია და რამდენიმე შემთხვევა მართლაც იყო, როცა ამ ობიექტებს ომი პირველ ფაზაში რამდენიმე თვის წინ დაარტყეს, მაგრამ დადასტურებული არ არის ეს მიზანმიმართული შედიმართული შეტევები იყო თუ სხვა თავდასხმების შედეგი. მაგრამ სირთულე თავად ობიექტში კი არა, არამედ იმ გზავნილშია, რაც ამ ყველაფერს ახლავს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განადგურება და ზეწოლა მთელი ირანელი ხალხის მიმართ იმ იმედით, რომ ეს ზეწოლა რეჟიმზეც გავრცელდება და უკეთეს შეთანხმებამდე მივა, არა მხოლოდ ირანელების გაუცხოებას იწვევს, არამედ მცდარ დათვლაზეც არის დაფუძნებული. ის ახალი, როგორც ვთქვით, ზეწოლა თითქოს რეჟიმის ქცევას ზომიერსlis, რაც სინამდვილეში ასე არ არის. და სწორედ ეს არის სირთულე. შეტყობინება უნდა იყოს მკაფიო, რომ თუ ირანში არსებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას დაარტყამენ, მიზანი მასების გაძლიერება. და არა ის, რომ ირანელები ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩნენ. სასტიკი რეჟიმის პირობებში, რომელმაც უბრალოდ ხელი მოაწერა შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, ამ პოტენციურ ნაბიჯებში ბევრი რისკია ჩართული. ველოდებით როგორ განვითარდება ყველაფერი. პირდაპირ ეთერში ვაშინგტონიდან როგორც ყოველთვის ვაფასებთ თქვენს ანალიზს. ჯონათან საიე, დიდი მადლობა. მადლობთ. ეხლა კი მეტი დეტალისთვის სასიამოვნოა სტუდიაში მივიღოთ დენი აიალონი, ისრაელის ყოფილი ელჩი აშშ-ში და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ჩვენი უფროსი ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი არია ლოზერანი და კორესპონდენტი ბილალ სლეიდენი. ბატონებო, დიდი მადლობა ბატონო ელჩო, სასიამოვნოა თქვენი დაბრუნება სტუდიაში. დონალდ ტრამპი, ასე ვთქვათ, აგრესიული განცხადებებით გამოვიდა. გითხარით, რა გზავნილს უგზავნის ის ამჟამად ირანელებს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მას ცოტა მოთმინება ეწურება. ფიქრობ, როდესაც ტრამპზე და მის გზავნილებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი უნდა განვიხილოთ იმ დროისა და განწყობის მიხედვით, რაც პრეზიდენტს ამჟამად აქვს. ფიქრობ, ის ძალიან გაბრაზებულია ირანელებზე და სწორადაც, რადგან მოლაპარაკებების დროს მათ ძალიან ბევრი მისცა. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დაიდო ძალიან ირანის სასარგებლოდ იყო გადახრილი. ამიტომ ფიქრობ, ისინი სტრატეგიულ შეცდომას უშვებენ. მათ ყოველთვის უყვარდათ ზვარზე ცეკვა. მაგრამ ფიქრობ, როდესაც ისინი ცდილობენ უფრო და უფრო მეტად დააცვნენ შეერთებულ შტატებს და მიიღონ მეტი სარგებელი, ისინი რისკავენ უფსკრულში ჩავარდნას. და უნდა გვახსოვდეს მეორე მხრივ, რომ მათთვის უფსკრულში ჩავარდნა არ ნიშნავს საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის რისკს, რადგან მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც უნდათ. მათ არ აინტერესებთ ის 80 მილიონი ირანელი, ვინც მათ ეწინააღმდეგება, თუ კი ისინი ცეცხლში გაეხვევიან. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან რადიკალურ, ექსტრემალურ, საშიშ რეჟიმზე, რომელიც გარკვეულწილად მესიანისტურია და მზადაა ცეცხლში გაეხვეს, ვიდრე დანებდეს ან ის რაც დანებებად მიიჩნევა. დრის ბოლოს ფიქრობ, დონალდ ტრამპს სხვა არჩევანი არ ექნება გარდა იმისა, რომ ჩაერიოს. და ვფიქრობ, მას ურჩევნია ეს გააკეთოს, ვიდრე კიდევ ერთხელ თაქო უწოდო. ამაში ეჭვი არ არის. არიელოს ირანი ძალიან რთულია, თუნდაც ცადო და წარმოიდგინო რა ხდება ირანის რეჟიმის ლიდერების გონებაში. საერთოდაც კი არ არის ნათელი, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს. მაგრამ, როცა ვუყურებთ, რა დასჭირდება ამ მოლაპარაკებების განახლებას, როგორც ადრე ვახსენეთ, საქმე მხოლოდ სამხედრო ზეწოლაში არ არის. ეს ასევე გულისხმობს სისუსტის ნიშნების გამოვლენას და აშკარაა, რომ რეჟიმს ეს არ სურს. ნახეთ, აშშ-შუმ ვერ მიიღო ის დათმობები, რასაც ირანისგან ელოდა. 40 დღიანი ინტენსიური სამხედრო კამპანიის შემდეგ. ამიტომ, ნაკლები ინტენსივობის თავდასხმებით გით განსხვავებული შედეგის მიღწევის მოლოდინი უბრალოდ არარეალურია. მაგრამ თუ არარეალურობაზე ვსაუბრობთ, ამჟამინდელი რეჟიმი როგორც ჩანს,
არ არის მიდრეკილი რაიმე დათმობებზე წასვლას ამ დარტყმების შედეგად. საბოლოოდ მათ ორი მთავარი მიზანი აქვთ: მოკლევადიანი და სტრატეგიული. მოკლევადიან პერსპექტივაში მათი მიზანია ჰორმუზის სრუტეზე დომინირების დამყარება. ომის პირველივე დღეს მათ იგი დახურეს და მათი მთელი გზავნილები ამაზეა კონცენტრირებული. ფაქტობრივად ისინი იმდენად ბევრ საუბრობენ ჰორმუზის სრუტეზე, რომ ამით ცდილობენ საზოგადოებრივი ყურადღება ბირთვულ საფრთხიდან გადატანონ. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ისინი ესე ძალიან ამახვილებენ ყურადღებას სრუტეზე. ამიტომაც ეს დამტყმები მიზნად ისახავს მათი ძალის და უნარის შესუსტებას, რომლითაც მათ სრუტეზე კონტროლი დაამყარეს. ეს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ამას არ შეცვლის. ბლოკადის დამატება შეიძლება გარდამტეხი ფაქტორი იყოს და მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ უბიძგოს. მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში ირანის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი ამერიკული ყოფნის მოცილებაა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებიდან. მათ არ სურთ, რომ აქ შეერთებული შტატები იყოს ზუსტად ისე, როგორც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს მოუწიათ შეგუება იმ ფაქტთან, რომ მათ ირანის გაძლიერებულ და რადიკალიზებულ რეჟიმთან ერთად ცხოვრება უწევთ. ირანს არ სურს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს აქ სამხედრო ყოფნა აქვს. ამიტომ ის მუდმივად ესხმის თავს ამ ამერიკულ ბაზებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში, იმ იმედით, რომ ეს უბიძგებს ამ ქვეყნებს აზრი შეიცვალონ და აშშ-ს იქ ყოფნა დაასრულონ. FSV აქაც მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამას შეძლებენ. მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. საბოლოოდ მათ ძალიან მწარე გემოდარჩათ, განსაკუთრებით უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ. ისინი სურთ აღიდგინონ თავიანთი ღირსება და ამის გზა დათმობებში კი არ არის, არამედ ამერიკელებზე მეტი ზეწოლის მოხდენაში. აი ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე მათ ამოძრავებს. არ დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, არ ცდილობენ ომის შეჩერებას და დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას შეერთებულ შტატებთან, არამედ ეძებენ სხვადასხვა გზებს, რომ ზეწოლა მოახდინონ აშშ-ზე და მიაღწიონ სხვა ტიპის ურთიერთგაგების მემორანდუმს, ან სულ მცირე იმ განწყობას, რომ დიპლომატიური შეთანხმება ირანთან შედგეს ისე, როგორც ირანს აწყობს. და ბალიჩი მაშინ როცა ირანი განაგრძობს თავდასხმას სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რომლებიც ამერიკის მოკავშირეებიც არიან, შეუძლებელია არ შევამჩნიოთ, რომ ის საერთოდ არ ცდილობს გავლენა მოახდინოს ისრაელზე. და ეს რა თქმა უნდა ალბათ იმიტომ ხდება, რომ ისრაელი თითქმის მყისიერად უპასუხებდა ანალოგიურად. ვითხარით ირანის რეჟიმის სტრატეგიაზე, რატომ ამახვილებს ის ყურადღებას მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავისი რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებისას. ასე რომ ძირითადად ირანელებს აქ ორი მთავარი ბარათი აქვთ სათამაშოდ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი არის ჰორმუზის სრუტე, როგორც არეალმა აქ აღნიშნა. დონალდ ტრამპზე და გლობალურ ეკონომიკაზე მეტი ეკონომიკური ზეწოლის მოხდენით, ისინი მასზე მეტ ზეწოლას მოახდენენ. ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებითაც. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ მათ უფრო მეტად ან ყველაზე მეტად აინტერესებთ საკუთარი კეთილდღეობა და რეგიონის სტაბილურობა, ვიდრე სხვა რა. და მათზე თავდასხმით, ირანელები ფიქრობენ, რომ ესეც დონალდ ტრამპზე ზეწოლის გზაა. მაგრამ როცა საქმე ისრაელს ეხება, აქ სხვა ამბავია. ისინი თავს არ ესხმიან ისრაელს იმ დონემდე, რომ ამერიკელებმა საწვავის ტანკერები, საწვავის თვითმფრინავები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ქვეყნებიდან ისრაელში, ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ ირანელები მათ რეალურად არ დაუმიზნებდნენ. ესე რომ ეს არის ისრაელი, რომელიც ელოდება ირანელების შეცდომას, როგორც ერთ-ერთმა ისრაელის ოფიციალურმა პირმა თქვა გასულ კვირაში, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმას სცადოს და შემდეგ ისრაელი უპასუხებს არაპროპორციულად, არამედ სრულმასშტაბიანი ოპერაციით. სწორედ ამას ელოდება ისრაელი. ამ ეტაპზე ირანელები თავს იკავებენ ისრაელზე თავდასხმისგან, მე არ ვფიქრობ, რომ მათ ამ ეტაპზე რაიმე საბაბი აქვთ ამის გასაკეთებლად. მაგრამ თუ ომი ამერიკელებთან დანახდება, ვფიქრობ, ჰეზბოლა მართლაც ჩაერთვება ომში და შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყება რეგიონში. ნებისმიერი არასწორი გათვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება შეცვალოს ყველა ამ მოვლენების მიმდინარეობა. ელჩო, ისრაელზე საუბრისას ვიცით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ სავარაუდოდ ვაშინგტონში იქნება. ის სენატორ ლინცი გრემის დაკრძალვაზე მიდის, რა თქმა უნდა, და ბევრი ვარაუდობს, რომ თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართება პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მას ბევრ რამეზე აქვს ყურადღება მისაქცევი. ვითხარით არა მხოლოდ საფრთხეებზე, არა მხოლოდ ირანზე, არამედ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. კი, ბენიტა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. სენატორ ლინცი გრეჰემის გარდაცვალება, რომელიც მისი დიდი ერთგული მეგობარი იყო, მაგრამ ასევე დიდი ამერიკელი.
ბატონო ელჩო, სამწუხაროდ უნდა შეგაწყვეტინოთ, რადგან როგორც ჩანს თქვენს მიკროფონთან ტექნიკური პრობლემა გვაქვს, ასე რომ ამ საკითხს ცოტა ხანში დაუბრუნდებით. და ეხლა ვთხოვ არიელოზე რან სწორედ ამ საკითხზე გააგრძელოს საუბარი. რა იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ის შესაძლოა უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს პირისპირ შეხვდეს? დიახ, ეს არის იერუსალიმსა და ვაშინგტონს შორის პოზიციების კოორდინაცია მრავალ საკითხზე. უპირველეს ყოვლისა ირანი. ისრაელი გვერდზე დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს ინტერესები ან სიტყვა იმაზე თუ რას ისურვებდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანში გააკეთოს. ასევე შეერთებული შტატები შუამავლობდა მოლაპარაკებებს ლიბანთან. ეხლა ოფიციალურად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ლიბანის პრეზიდენტ ჟოზეფ აუნს შორის შეხვედრა არ იგეგმება, მაგრამ ისინი ორივე ერთდროულად ვაშინგტონში იქნებიან, ასე რომ ვინიც ის რა მოხდება დახურულ კარს მიღმა. ასევე სირიის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ სულ სიხილოს ისრაელის ძალების გაყვანა არა მხოლოდ ლიბანიდან, არამედ სირიიდანაც. მაგრამ პირველ რიგში და უპირველესად ეს არის ის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ისრაელმა თავის მიზნებს ირანში. სამხედრო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობის გარეშე, მაგრამ ასევე შეიძლება კოორდინაციას უწევდეს მომავალ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს, როგორც ეს ვნახეთ 40 დღიანი ომის დროს. ამას პირდაპირ დაუბრუნებ ელჩას და მოდით თავიდან დავიწყოთ თქვენი აზრებით სწორედ ამაზე. რას უნდა მიაღწიოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ თუ ეს შეხვედრა მარфот შედგება? ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ოსა და ისრაელს შორის ერთობლივი ოპერაცია თებერვლის ბოლოს ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო. რას ფიქრობთ? დიახ, პირველ რიგში ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ჩვენ თქვით, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ ეს მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა, რადგან სხვა შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ აქ ოქტომბრის ბოლოს არჩევნებამდე შეხვედრა შედგებოდა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მას შეხვდება. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში იქნება და თეთრ სახლს არ ეწევა. მაგრამ როგორც არიელმა თქვა, ირანი ალბათ ძალიან დიდი თემაა დღის წესრიგში. ვფიქრობ, ლიბანიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ამერიკელებმა დაუშვეს და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ, იყო თანხმობა ლიბანსა და ჰორმუზის სრუტესა და ირანს შორის კავშირის შესახებ. და ვფიქრობ, ნეთანიაჰუ ეცდება ეს კავშირი გააუქმოს. ის ასევე ეცდება მოლაპარაკებას ისრაელის მიერ ლიბანში ზოგიერთი პოსტის დატოვების პირობებზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლიბანის არმია აღჭურვილი და მზად იყოს ჰეზბოლას წინააღმდეგ რეალურად დადგეს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და ზოგადად ვიტყოდი, რომ ეს ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის დიდი შესაძლებლობაა. და ჩვენ ვიცით, რომ ნეთანიაჰუ ძალიან დამაჯერებელი შეიძლება იყოს პირისპირ საუბარში, რათა დააბალანსოს ან იყოს საწინააღმდეგო ძალა. ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა JD Vance და სხვები, რომლებმაც შეერთებული შტატები ძალიან ლმობიერ პოზიციაში ჩაახენეს ირანის მიმართ. ნამდვილად საინტერესო იქნება იმის ნახვა, რა მოხდება, როდესაც ისინი რეალურად შეხვდებიან. და მინდა ვიცოდე, ლიბანის საკითხთან დაკავშირებით, ელჩის ნათქვამზე დაბრუნებით ვიცით, რომ რომში ლიბანისა და ისრაელის გუნდებს შორის აშშ-ის ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდის მეორე დღე დასრულდა. თქვენ საუბრობდით იმ პილოტურ ზონებზე, რა შედეგები გამოაქვს ამ შეხვედრებს და რა თქმა უნდა ძალიან ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მემორანდუმში არსებული კავშირის, ფაქტობრივად იტალიაში შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრები მიმდინარეობს და როგორც ჩვენ ახლა ვიგებთ, კიდევ ერთი შეხვედრაც იგეგმება. მაგრამ შეხვედრები ძალიან ტექნიკურია. ბოდიში, როგორც ხედავთ, რადგან საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი რეალურად ირჩევენ ზონებს. ზუსტ ადგილებს, საიდანაც ისრაელის ძალები გაიყვანენ და სად შევა ლიბანის შეიარაღებული ძალები. და როგორ იმუშავებს ზუსტად მექანიზმი საბოლოოდ. სწორედ ეს იყო უთანხმოება ორ მხარეს შორის. ლიბანელებს არ სურდათ, რომ ისრაელის არმიას დაედასტურებინა, მას შემდეგ რაც ისინი გაიყვანდნენ და ლიბანის არმია შევიდოდა. რა თქმა უნდა გაწმინდონ ეს ადგილები. მოაშორონ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა და ჰეზბოლას წევრები. ასევე არ მისცენ მათ დაბრუნების საშუალება იმ ადგილებში, რადგან ვიცით, რომ შეგიძლია ჰეზბოლა გააგდო, მაგრამ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნდნენ ნებისმიერ ადგილას, როცა მოუნდებათ. და შეთანხმება, როგორც ჩანს, როგორც არაბულ მედიაში იუწებიან, მაგრამ ასევე ჩვენი კოლეგის რაზიელის თქმით არის ის, რომ ამას მესამე მხარე გააკეთებს. არ არის ნათელი, რომელი ქვეყანა ან რომელი ორგანიზაცია გააკეთებს ამას, მაგრამ ასევე ჩანს, რომ მაგალითად UNIFIT გამორიცხული ამ პოზიციიდან. ესე რომ აქ მესამე მხარე არ იქნება,
კიდე ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისრაელისთვის, არის კერძო სახლები. სამხრეთ ლიბანში, შიიტური უმრავლესობის მქონე რაიონებში, სადაც ისრაელი ამბობს, რომ ჰეზბოლა იქ იარაღს ინახავს. ეს არის ის, რასაც ჩვენ აშკარად ვხედავთ სხვადასხვა ვიდეოებიდან და სურათებიდან, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ლიბანელები ამჟამად ამბობენ და ეს არის შეთანხმება არსებული ცნობების მიხედვით, კიდევ ერთხელ ყველაფერი ლიბანის კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ალბათ ამ პროცესში რაღაც ტიპის, იცით, მოსამართლე იქნება ჩართული. ლიბანის არმიას მწვანე შუქი, ანუ ნებართვა მიეცემა, რომ შევიდეს იმ კერძო სახლში, შეამოწმოს იგი და შემდეგ. მოგვიანებით ამის შესახებ ანგარიში წარმოადგინოს. ბრომიდან ძალიან საინტერესო სიახლეები მოდის და როგორც ვამბობთ, ამავე დროს ველოდებით, როგორ დაუკავშირდება ეს ყველაფერი ურთიერთგაგების მემორანდუმს.